სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი ადამიანმა უნდა იპოვოს თავისი ადგილი ამ ცხოვრებაში ძალიან ხშირად გვესმის რომ აი საქმე არა მაქვს სამსახური არა მაქვს მაგრამ სინამდვილეში არ არის შეჩვეული შრომას ადამიანმა უნდა იფიქროს რა გააკეთოს ჩვენ გადავეჩვიეთ შრომას ინტელექტუალურ შრომას გონებრივ შრომას ფიზიკურ შრომას და გვინდა რომ ყველაფერი შრომის გარეშე მოვიდეს ჩვენთან ეს არ არის სწორი წმინდა მამები მუდამ ფიქრობდნენ როგორ უნდა იცხოვრონ მაგალითად უდაბნოში მიდიოდნენ წმინდა მამები და იქაც კი ფიქრობდნენ თუ როგორ უნდა იცხოვრონ უდაბნოში ალბათ უფრო ადვილია ფიქრი ანტონი დიდი ეკითხება უფალს რა ვაკეთო და მას ეთქვა ილოცე და იშრომეო ის კი არ ეთქვა რომ იშრომე და ილოცეო ილოცე და იშრომეო აი ეს არის ჩვენი თავარი მიზანი რომ ლოცვით უნდა დავიწყოთ ჩვენი შრომა ჯერ უნდა ვილოცოთ უნდა ვთხოვოთ უფალს ლოცვა კურთხევა და მერე ის შრომა რომელსაც შენ გასწევ ეს იქნება დალოცვილი და კურთხეული მე მინდა მოგახსენოთ რომ დიდი ხანია ჩვენ ვფიქრობთ როგორ დავეხმაროთ ხალხს როგორ რა უნდა გააკეთოს ხალხმა ერთ-ერთი ასეთი სახე შრომისა არის მეფუტკრეობა მე მომისმენია გამოცდილი ადამიანებისაგან რომ ბევრი ვსადე მესაქონლეობა მეღორეობა მეცხვარეობა მეფრინველეობა და ყველაზე სასარგებლო ყოფილა მეფუტკრეობა ადვილი და შემოსავლიანი და ადამიანი უზრუნველყოფილია ყველაფრით აი ამასთან დაკავშირებით მე მინდა მოგახსენოთ რომ ჩვენთან სამებაში აქ ახალგაზრდულ ცენტრში იხსნება კოლეჯი მეფუტკრეობისა სასწავლებელი ეს სასწავლებელი იქნება რამდენიმე თვე
გააჩნია როგორ აითვისებს ადამიანი ზოგმა შეიძლება აითვისოს ერთ თვეში ან ორ თვეში ან სამ თვეში შეიძლება ერთ წელიწადშიც აითვისოს და ეს ყოფილა საოცარი საშუალება ადამიანის ცხოვრებაში და მადლიანი თაფლსაც იძლევა, სანთელსაც იძლევა და ჯანმრთელობასაც იძლევა. აი ამიტომ მე დავავალე მამა ივანეს, არქიმანდრიტ ივანეს, რომელიც აქ არის მჭედლიშვილი, რომ ვისაც გაინტერესებთ შემოიტანეთ განცხადება და თქვენ დაიწყებთ სწავლას, ლექციებს და პრაქტიკულ საქმიანობას გაგიწევენ გამოცდილი მეფუტკრეები, რომელთაც აქვს მრავალი წლის გამოცდილება და თქვენ გახდებით ბედნიერი, იქნებით ბედნიერი, უზრუნველყოფილი გექნებათ ცხოვრება და ოჯახის ყოფა, ოჯახის შენახვა. ჩვენ უკვე გადმოიყვანოთ 25 სკა ფუტკრისა აქ ტერიტორიაზე, სამების ტერიტორიაზე და ამაზე ამ ფუტკრის სკებზე 25 სკაზე თქვენ მიიღებთ პრაქტიკულ გამოცდილებას. დღეს აგრეთვე არის ხსენება პირველი მსოფლიო კრებისა, სადაც მიიღეს მონაწილეობა წმინდა ნიკოლოზმა, სპირიდონ ტრიმითუნთელმა და სხვებმა, რომელმაც შეადგინა სამსის ნახევარი. მეორე ნახევარი შეადგინა მეორე მსოფლიო კრებამ. პირველი კრება ჩატარდა ნიკეაში და მეორე კონსტანტინოპოლში. დღეს არის ხსენება მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი. შეგეწიოთ მათი ლოცვა კურთხევა. ასე რომ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანის ცხოვრებაზე, ადამიანის მოღვაწეობაზე, უნდა გამოსცადოს ადამიანმა ყველაფერი. შეიძლება მეფრინველეობაც გამოსცადოს, შეიძლება სხვა სახე და არ უნდა დაკარგოთ იმედი. იმედის დაკარგვა ეს ცოდვა, დიდი ცოდვა ღვთის წინაშე. ღმერთმა იმიტომ მოგცა ჩვენ გონება, რომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ჩვენი ადგილი ამ ცხოვრებაში, ჩვენი საქმე უნდა ვიპოვოთ. ადამიანი ბედნიერია იმ შრომით, რომელიც უყვარს. თუ გიყვარს შრომა, შენ მიიღებ დიდ შემოსავალს და დიდ მადლსა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს, პირველი მსოფლიო კრების დღესასწაულს და მირიან და ნანას დღესასწაულს
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზე ციერმა. მომავალ კვირას თქვენ იცით, არის სულიწმინდის მოფენა და წმინდა სამების ხსენება. ტაძრის დღესასწაულია. ჩვენთან არის ღმერთი.